მოგესალმებით. დღეს არის კვირა 11 საათი და 30 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ Silk Universal-ის ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა კონსულტაცია ვეტერინართან. მე კი ამ პროექტის ავტორი და წამყვანი ვარ ნანა ავალიშვილი. გადაცემაში დღეს ნახავთ. ექიმი ვეტერინარის ვახო მამალაძის კონსულტაცია. რუბრიკა სტუმარი ცნობილ მთამსვლელს, მეცნიერს და მწერალს გია თორთლაძეს მასპინძლობს. რა გახდა მიუსაფარი ძაღლების შესახებ დაწერილი ნაწარმოების შექმნის ინსპირაცია? ამას ჩვენი სტუმარი თავად გვიამბობს. მაშასე გადაცემის სამედიცინო ნაწილში ტრადიციულად გიერთდებით ჩვენ შესანიშნავ მეგობართან, არაჩვეულებრივ ექიმ ვეტერინართან, ვახო მამალაძესთან და მის ერთ-ერთ გადარჩენილ სიცოცხლესთან ერთად ყოფილი მიუსაფარი ლედი არის ჩვენი სტუმარი, ასევე ვახო ექიმის ძაღლი. მოგესალმებით. სწორედ ძალიან დიდი სიხარულით მოდიოდა, მაგრამ სად მოდიოდა არ იცოდა. მინდა მოგიყვეთ ახლა ამ ჩვენი ლედის საერთოდ ეს ისტორია როგორ იყო თავიდან ყველანაირად. დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი გახდათ, გიორგი მარგველაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, მისი ესკორტი მოდიოდა ავჭალაში. მოკლედ, არ ვიცი რა მოხდა იქ. ესკორტი რომ მოდიოდა, ესკორტს დახვდა უკვე ნაავარიები ეს ლედი, რომელსაც გაზდიოდა სისხლი, ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ყველამ ვიცით რომ მარგველაშვილს ძალიან უყვარს ცხოველები. დაავალა მოკლედ რომ ეს ძაღლი ცხოველი მოიყვანათ შემამდე. და მე უკვე დახმარების მერე რა თქმა უნდა გაგვესხვისებინა, ესე იგი სურველზე რა თქმა უნდა. ანუ ყოფილი მიუსაფარია ლედი. ხო, ყოფილი მიუსაფარი ბირკა ქონდა და სხვადასხვა საგარამდე გასაოცარი იყო, ფეხზე მეტად იყო. რომ ნახეთ ოპერაცია გაუკეთე ფეხზე, ძალიან ცუდი მოტეხილობა ქონდა. აი მარცხენა ეთყობა კიდევ მარჯვენა ფეხზე, ამაზე ეთყობა კიდევაც მონატეხი და ოპერაცია რკინებში ინტრამედიალური ოსტეოსინთეზი გაუკეთეთ. მოკლედ ერთი თვე ნახევარი ცოტა რკინებში ვიყავით და მე უკვე რა მოვღეთ, დაიწყო კარგად სიარული. თავი რაღაცა კომპლექსები ქონდა, თაც წევდა ზემოთ, მაგრამ მე ვარჯიშები, მასაჟები და რაღაცა ხო საერთოდ არც კოჭლობს კიდევაც და პირიქით ვერ ვაჩერე ვინდათ ჰიპერაქტიურია. დანარჩენი, ამის მერე გადის დრო და უკვე ისე მოხდა რომ თვალი თვალში გამიყარა, ეს გაუყარეთ ერთმანეთს, ისე ვთქვა, იმდათ მომწონდა. მაგრამ მე მყავდა ნენსი მაშინ ისიც ყოფილი მიუსაფარი. ისიც ყოფილი მიუსაფარი, ნენსისაც მოგყვებით. მოკლედ აქ ედიქით აღარ ვიცოდი და უკვე მოვიდა ზაფხული მოკლედ. წავიყვანე გურიაში, მაშინ ჩვენთან ერთად აგარაკი გვაქვს გურიაში მოკლედ და იქ იხტუნავა, სიამოვნა ყველაფრით ბუნებით და უკვე დადგა უკვე რომ ბრუნდებით თბილისში. და მანამდე მე კლინიკაში მყავდა ეს ფაქტობრივად იქ ვაჩერდი, დიდი ვოლიერი მაქვს, ხამე იქ ვაჩერდი, დღე კიდე კლინიკაში მყავდა სულ. და ეხა როგორია ახლა ძაღლი უკვე ფინცახლშია, უკვე ჩვენს გარემოცვაში, უკვე ოჯახის წევრების დიდ სიყვარულშია, ხო და მოკლედ ჩემ უმცროს ლევანის შვილს უთხარი მეუთხარი რა ვქნა მეთქი ხა მე კლინიკაში ვეღარ დავაბრუნებ მეთქი და მე ვინ გითხრა როგორ წამოიყვანე სახლშიო და გვეყოლებაო და რა კარგი ამბავია. არ მერიდებოდა ახლა მაინც შვილების ასე თუ ისე მაინც და მოკლედ მოვიყვანეს სახლში. იმის მე ისეთ ნახე როგორი ბედნიერია, როგორი თვითონაც გახარებულია და ნამდვილად აი არ ვიცი, იმდენად ჭკვიანი, ეკომუნიკაბელურია, სოციალიზაცია გავლილი აქვს, არ დამჭირებია მე არაფერი ერთი ჩემი. აი რაღაც სიტყვა ესმის კიდევაც და უცებ აი ყველა ჟესტებით იმაშება. ესე იგი ვახო ექიმო, ოჯახის წევრთაგან მე ვიცი რომ 4 ძაღლი ყავს და 2 აქედან არის ყოფილი ქუჩის ბინადარი. 3 იორკი და ნენსი და ეს ლედი. ნენსი და ლედი ყოფილი მიუსაფრები, ახლა უკვე ოჯახის წევრები. და ნენსი სხვადასხვა არის პუდელის მეტისი, ეს პატარა შავი. ესე მოხდა რომ კლინიკის უკან მოკლედ გამოიარა ნენსი. დიდმა კავკასიურმა ნაგაზმა თავის აი პირის ღრუში რომ დაიჭირა, ფერთხავდა ეს საშინლად და ბავშვებმა მითხრეს რომ პატარა ძაღლსო ვიღაცა გლიჯავს. გამოვარდი გიჟივით, არ ვიცი გადამეკედა აი აზროვნება ყველაფერი რომ მივარდი, არ ვიცი როგორ გაუკვირდა ამ კავკასიურსაც, პირი გაუღე ძალით და გამოვიყვანე, გამოვატრი ეს პატარა სიცოცხლე, პატარა არსი, რომელსაც ნეკნები ქონდა ჩამტრეული ნენსის მაშინ. 2 დღე გათიშული იყო, საერთოდ გადასხმებს უკეთებდი, არ ვიცი ყველაფერს და მესამე დღეს კვე გამოვიდა აზზე და კომატოზური მდგომარეობა ქონდა, ძალიან ცუდი მდგომარეობა და მესამე დღეს მოკლედ მოვიდა აზზე და იმის მერე დარჩა ჩემთან. მოკლედ ესეთი ისტორია ჩემს საყვარელ. და მე ვიცი რომ სანდრიკოს ფავორიტია. სანდრიკო და ესე იგი ნენსი ერთად გაიზარდნენ ფაქტიურად. სულ ერთად ეს სურათები, აგარაკები, ყველაფერი ერთად. ტოლებიც არიან ფაქტიურად. ბევრს რომ არ ესმით, რომ ცხოველი არ არის, ცხოველი უნდა ყავდეს აუცილებლად, ეს არის
მისთვის ფსიქოლოგიისთვის, ყველაფრისთვის აი საჭირო არის, აუცილებელია. ანტიდეპრესანტები არიან ფაქტიურად ესენი. ის დაახლა ის განერები კი სამსახურში ცხოველები მყავს, ბუნებია, მაგრამ ის შენ სახში რომ მოდიხარ და შენი საკუთარი ძაღლი რო შემოხედავს და როგორ უხარია. ოჯახის წევრებს არ უხარიათ ისე როგორც ახლა. სულ ამას ასია ნამდვილად და ამათმა რომ ესე იგი როგორი ერთგულება იციან, რამხელა სიყვარული იციან. ჩვენ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ამათგან ეს ყველაფერი. დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გთხოვო, კონსულტაცია ჩავატაროთ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის ლეიშმანიოზი. ეს არის საკმაოდ ვერაგი დაავადება, რომლის გარშემოც მუდმივად არის შფოთი ვნებათა ღელვა, აჟიოტაჟი, არასწორი ინფორმაცია ხშირად ვრცელდება და ასე შემდეგ. ესე იგი, როგორ ჩნდება? გადადის თუ არა ცხოველიდან ადამიანზე. აი, მოდი პრევენცია რა არის საჭირო, რა არის იმისთვის საჭირო, რომ არ დაემართოს არც ცხოველს, არც ადამიანს. მოდი ჩავატაროთ კონსულტაცია და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს არაჩვეულებრივ ტელემაყურებლებს. სიამოვნებით. ნუ ლეიშმანიოზი საერთოდ მე ესე ვიტყოდი თავიდან, რომ ის იყო ხმელთაშუა ზღვის აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მის დაავადება. ეს არის იტალია, საერთოდ სამშობლო ფაქტიურად ესე გამოდის, ნუ იტალიაში იყო გავრცელებული ფაქტიურად საბერძნეთში და ესეც მიმდებარე ტერიტორიებზე, მაგრამ გლობალურმა დათბობამ, კლიმატის ცვლილებამ საერთოდ არეალი გაზარდა, ფაქტიურად ეს დაავადება წამოვიდა უკვე საქართველოსკენ. რამდენიმე ათეული წელი რაც უკვე საქართველოში ბობოქრობს ეს დაავადება და ყველაზე მთავარია უნდა ვიცოდეთ, გადამტანად ითვლება ფლებოტომუსი, ეს არის სილის კოღო. ჩვეულებრივ კოღოზე იყო დიდი ზომის კოღოა და მის აქვს მის ჩიჩახში არის ეს ლეიშმანია ინფანტუმ, ეს არის ამიერკავკასიაში არის მხოლოდ ერთ-ერთი სახეობა პარაზიტის, ეს არის ლეიშმანია ინფანტუმ, ხოლო ინდოეთში, ესე იგი, ჩრდილოეთ აფრიკაში და აზიურ ქვეყნებში იქ არის ლეიშმანია დონოვანი. დონოვანი ეს არის იტალიელი მეცნიერი, მის სახელწოდების საპატივცემულოდ არის, რომელმაც აღმოაჩინა ეს დაავადების პარაზიტი და მას ძალიან დიდი როლი მიუძღვის მეცნიერებაში ამ დაავადების აღმოსაჩენად და გამოსაკვლევად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ ლეიშმანიოზი, როგორც გითხარით, ეს არის ქრონიკულად მიმდინარე პარაზიტული დაავადება არის. აი დაუშვათ, როდესაც კოღო მოკმინა ძალს, ხო? ეს 6 თვის მერე, 5-6 თვის მერე უკვე ვლინდება ეს კლინიკური ნიშნები, სიმპტომები, ლიმფური ჯგუფების გადიდება, ტემპერატურა, უმადობა, ესე იგი, ადინამიურობა, გარდა ამისა ალოპეციები, ყურის წვერზე ემართებათ შეწირლება და სისხლი, წვიდან სისხლის დენათვალების გარშემო, მათ სათვალის სინდრომს ვეძახით, ალოპეციები, სხვა ბჭყალების გრძივზე, ესე იგი, მოზღებების გაზრდა, მეკერტლის სპეციფიკური სუნი და ეს ყველაფერი არის, ესე იგი, ამ ყველაფრის აი სიმპტომატიკა. ნუ სნებობდება ძირითადად ელენთა, ღვიძლი, თირკმელები, ლეიშმანია თვითონ ეს ინფანტუმი მაკროფაგიაში, ესე იგი, პარაზიტობს და მაკროფაგია თვითონ არის ელენთაში, კანში და ძვლის წითელ ტვინში. სწორედ ამიტომ ხდება გავრცელება და ეს გავრცელებული დაავადება იწვევს საშინელ ეს სიმპტომატიკას. თუმცა არსებობს ერთი მოარული მითი, რომ დაუშვათ დაავადებული ცხოველი ძალიან საშიშია ადამიანისთვის. ის არის გადამდები. აი ადამიანები ფიქრობენ ძალიან ხშირად თუ შეამჩნევენ ძაღლს დაუშვათ რომ რაიმე პრობლემა აქვს და იგივე ეჭვით უჩნდება ლეიშმანიაზე იმის ნაცვლად რომ უმკურნალონ ან გაერთიანდნენ ადამიანები აი მიუსაფარი ცხოველის შემთხვევაში დაუშვათ კორპუსის მაცხოვრებლები გაერთიანდნენ ამის ნაცვლად სასწრაფოდ რაღაცა ავრცელებენ ინფორმაციას რომ ეს არის გადამდები. თუმცა მე ვიცი თქვენგან ექიმებისგან კონკრეტულად ჩვენგან ჩვენ ვახო ექიმი რომ ეს ასე არ არის. მოდი განმარტებები გავაკეთოთ. კი, სიამოვნებით. საერთოდ პირდაპირ გზით, აი ესე ვთქვათ, ეს არც კონტაგიოზური გზით, ან პირდაპირ გზით არ გადადის ძაღლიდან ძაღლზე, არც ძაღლიდან ადამიანზე არ გადადის. გადადის მხოლოდ ფლებოტომუსის საშუალებით. ანუ კოღო უნდა უკმინოს ადამიანს, კოღო უნდა უკმინოს ძაღლს, ძირითადად ცხოველს. და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ, ესე იგი, თავი დავიცავით და ჩვენ საღამოს საათებში ხა ადამიანები ხარ როგორ ავადებიან, ძირითადად ჩვენ ასე ინფანტუმი, ლეიშმანი ინფანტიუმ ეს აღმძვრელი, რომელიც არის პარაზიტი, ესე იგი, დაბადებიდან 3 წლამდე არის საშიში რისკ ფაქტორს მიეკუთვნება ბავშვები და 70 წლის ზემოთ მოხუცებულები, როცა რეზისტენტობა, იმუნური სისტემა აქვს დაქვეითებული. მაგრამ ცხოველები მთელი ცხოვრების განმავლობაში ესე იგი რისკ ფაქტორს მიეკუთვნებიან, რომ ესე იგი კოღოს კმენით შეიძლება დაავადდნენ. ეხლა ისმის კითხვა რა თუ კატა არ ავადდება. ნუ ძაღლი იმდან ყურადღებიანი არ არის, შეიძლება კოღოს არ მიაქცეს სხვა და კატაკიდა ყველაფერს აქცეს სხვა და გაფრინდა უცებ დაიჭერს და არ მიუშვებს რომ ესე იგი მოხდეს მისი დაგმენა. მაგრამ ძირითადად უფრო ძაღლები
საქართველოში უფრო ძაღლები არის კერა ფაქტიურად ამ დაავადების. ასე რომ იყო ესეთი შემთხვევა, ჩვენ ეს კი დიაგნოზი დავსვით ტესტირებით, ბიოქიმიური ანალიზებით, ყველა ეხოსკოპიით, რომ აქვს ესე იგი ვისცერალური ფორმა, ესე იგი ლეიშმანიოზის. ნუ იმ პატრონმა წაიყვანა სახლში, ნუ ეთქობა აქტიურია, მოლაპარაკია მეზობლებში რაღაცა და ვაიმე ვიყავიო კლინიკაშიო და ლეიშმანიოზი დაუდგინეს ჩემს ძაღლსო. ნუ გავრცელდა ხმები უცებ და შეიკრიბა მეზობლები და მივიდნენ და ეხლა მოაშორე ეს ძაღლი, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვები ყავსო ჩვენო. ხალხი ვართო ჩვენ არ გვინდა დაავადე, მოაშორე აქედან იძულებული გახდა ეს ადამიანი რომ გაეგდო, ჩვენ დაგვირეკეს ჩვენ, მე ავუხსენთ ჩვენ, ასე არ ხდება. ამას ჭირდება მკურნალობა, ამას ჭირდება სხვა პრევენცია და არანაირად ესე იგი ეს რისკ ფაქტორს არ წარმოადგენს. ძაღლი პირდაპირ გზით რომ დაუშვათ ძაღლიდან ადამიანს გადაედოს ან ძაღლიდან ბავშვს. და თუ ძაღლი არ იყო და ფლებოდომოს მოუკმინა ბავშვს, მაშინ რას ვაკეთებთ, ხო? ამიტომ ამას ყველაფერს ჭირდება კომპეტენტურობა, ცოტა უნდა ვიცოდეთ გავრცელების გზები, უნდა ვიცოდეთ მივიღოთ ინფორმაცია ვეტერინარებისგან, ექიმებისგან და მე გადავწყვიტოთ რაღაც არაადეკვატური ესეთი ქმედებები არ უნდა ჩავიდინოთ არანაირად. ხშირად საბრალო ცხოველებს ბრალდებათ, ესა თუ ის დაავადება და თუ გაუჩნდა ოჯახში. მე ბევრ დერმატოლოგებზე და პედიატრებზე ბრაზობ, ძალიან ჩვენ ვეტერინარები ბრაზობთ, არა მარტო მე ყველა, იმიტომ რომ იყო ეხლა კიდე ესეთი შემთხვევა, რომ თურმე ისაო კატამო, ესე იგი ვითომ ბჭყალი ჩაასო, ესე იგი ჩემს შვილსო და რაღაცა ლიმფოჯირკვალი ქონდა იღლიაში გადიდებული და ესო კატის ბრალი იყო და მთელი ეს ჩვენ ახლა ბიოფსია უნდა გავაკეთოთ ონკოლოგია რაღაც აი არ შეიძლება რომ შენ პროფესიას ესეც შენ ცხოველთ მოძულეობად ნუ გამოიყენებ იარაღად და ნუ ვნებ შენ ცხოველებს ეცადე ყველანაირად რომ იყო კომპეტენტური და კვალიფიციური პასუხი მიეცე ადამიანს თუ ის დაუშვათ რაღაცით დაავადდა ხო გეთანხმების სრული ეხლა შეიძლება სოკოთში დაავადე ტრანსპორტში ან სადმე დაუშვათ რამე უცხო საგანს ან დაგიკაწვან და ცხოველს ბრალდება კი შეიძლება ცხოველისგანაც გადავიდეს როგორ არა ხა მე არ ვუარყოფ მაგრამ ასე რომ შენ ბრმად შეუსწავლელად ადებ ხელს ცხოველს ეს ნამდვილად არ იყო ესეთი შემთხვევა აი ცოტა სხვა თემაში გადავხვდი მაგრამ ექინოკოკი შეხვდა ერთ ქალბატონს მოდიოდა ჩემთან მოდიოდა მისი ნათესავები არ ყავთ ძაღლი აგიშებულიყო ეს ქალი რა ვქნა მე ვთქვი ხა და მეზობელს ყავდა ძაღლი და ვითომ იმ ძაღლს აბრალებ და მე ვთქვი ნუ აბრალებთ მეთქი თქვენ ხე რო ყოფილხართ ბაზარში ხო გიყიდიათ კარტოფილი ჩაგილაგებიათ ჯანთაში ან დაუშვათ მწვანილი აგიღიათ ან რაღაც ან ბოლოს სადმე ბუნებაში ხო იყავი რაღაც მოისვიდა ხელის დაბანა დაავიწყდა და ეს არის ჭუჭყიერი ეს ხელის დაავადება ფაქტობრივად ვრცელდება რა თქმა უნდა შეიძლება შეგეშალოს კი შეიძლება სუფთა ადამიანი ხარ ვიცა მაგრამ ბუნებაში ხდება რაღაცა მოისვით ჭუჭზე ხელი და შეიძლება შენის კვერცხი მოხვდა ჭუჭზე და შენ დაინფიცირდი ხო ყველაფერს ასე დუბაბრალებთ ცხოველებს არ შეიძლება აი პანდემიის დროს ძალიან ხშირად გაჟღერდებოდა ხოლმე თითქმის ყოველდღიურად რომ დავიბანოთ ხელი მე და ახლაც მოდელაფერი ხელი ჭუჭქერი ხელი ვრცელდება რა თქმა უნდა მუდმივად უნდა დავიბანოთ ხელები რომ რათა მე ცხოველებს არ დავაბრალოთ თუ რაიმე შეგვამთხოვა და საერთოდ მე არ მესმის ესაოცარი არსება როგორ არ უნდა უყვარდეს ადამიანს და როგორ არ უნდა უყვარდნენ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის ეს არის პრევენცია რა გავაკეთოთ იმისათვის რომ ცხოველს არ შეხვდეს ეს ფლებოტომუსი ეს არ უკმინოს ფლებოტომუსმა და არ დაინფიცირდეს ამ დაავადებით. სწორედ ეს ამთავარი რომ საღამოს საათი პირველში ჩვენ ადამიანებისთვის უნდა გქონდეს სპეციალური ბადე რომ თვითონ ფლებოტომუსი არ შემოფრინდეს ჩვენთან. მაგრამ უნდა ვიცოდეთ უფრო ტერიტორიები ჩვენს თბილისში თუნდაც ეს თბილისის ზღვის მიდამოები კორპუსები თან მტკვრის სანაპიროზე არსებულ ბინებში, კუმისი, ცოტა გარეუბნებში, ესა ტბებია, სადაც ჭაობიანი ადგილებია. აი იქ არის ძირითადად ეს ფლებოტომუსი ბინადრობს და ისინი აქტიურდება ფაქტიურად უფრო სექტემბრის, ოქტომბრის თვეში, საღამოს საათებში. აი მაშინ ხდება დაინფიცირება და 6 თვის მერე ხდება ამის გამოვლენა ფაქტიურად. შეიძლება 4 თვეშიც გამოვლინდეს, შეიძლება 6 თვეში. ამიტომ მაქსიმალურად აი ბავშვებიც ნუ გაგვყავს საღამოს საათებში ამ პერიოდში. სექტემბერ, ოქტომბერზე ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი აი გავრცელების არის ეს. და ვიცი რომ ორი ფორმა არსებობს. ფორმა რომელიც თვალსაჩინოა და ფორმა ვისცერალური, ეგრეთ წოდებული, ანუ მე მინდა პოპულარული ენით განვარტო, როდესაც სისხლისმიერი ფორმა ფიზიკურად შეიძლება ვერ შეამჩნიოს ძაღლს მე პატრონები. თუმცა არის სიმპტომები. კი არის სიმპტომები. ნუ ჩვენ სიმპტომატიკით ჩვენ რა პირველში ძაღლი არის დასუსტებული, გამხდარი, კახექსიური
ну შევამჩნევთ ბრჭყალები გაიზარდა, ესე იგი რაღაცა შესაგენ ცხვიდან სისხლი წამოვიდაო, აი მისახენ ურის წვერებზე აქვს პატარა ესე ნაწიბურები სისხლიანი, თვალის გარშემო ალოპეციები მაგალითად, ბეწვის ცვივა ბუდობრივი ცვენა აქვს, ეს არის ძალიან და გარდა ამისა წყალსვამსალის ბევრს მაგალითად და აი ხდება, კლებულობს წონაში, არის ესეთი რომ წყალიც კი უდგება მუცელში, ასციტი ემართებათ, ну აი ეს მიშვებული ფორმაა ძირითადად. დადარჩენი პატრონი მაინც უნდა მიხვდეს რომ მისი ძაღლი რაღაცა ბოლომდე ვერ არის ისე როგორც უნდა იყოს. ამას ახლა ჭირდება მე შემდგომში ხა ექიმი, ვეტერინარი მიხვდება უცებ რა თქმა უნდა, ბიოქიმიური ანალიზებით, ტესტირებით რა თქმა უნდა და მე უკვე ეხოსკოპიით თუნდაც იქ ვიძლიელთა დიდდება, ეტყობა ყველაფერს აბსოლუტურად და დიაგნოსტირება ხდება ძალიან სხვა მეთოდებით და მეკლეთ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. მაშასე ჩვენს ეთერში რუბრიკა სტუმრის დროა. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო ადამიანი, სპორტსმენი, არქეოლოგი, წერალი ასევე, როგორც გავარკვიეთ. ცხოველთა მოყვარული და გულშემატკივარი, ქუჩის ცუგების დიდი მეგობარი გია თორთლაძე. გამარჯობა ბატონო გია. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და მადლობა ასეთი მოგებულებისთვის. მე წავიკითხე თქვენი მოთხრობა, ქუჩის ძაღლები. გამიკვირდა, მოვიხიბლე. საიდან იცნობთ ასე კარგად მათ ფსიქოლოგიას? რა, ძალიან მიყვარს ცხოველები. სამწუხაროდ ეხლა ჩემი რეჟიმი ცხოვრების, ანუ სუნთაში ხშირად დავდივარ და ამიტომ არ მაძლევს საშუალებას რომ ვიყოლიო, იმიტომ რომ მოვლაჭირდება როგორც პატარა ბავშვს. ბავშვი კიდე უფრო ადვილია იმ თვალსაზრისით, ბავშვი იზრდება და დავშვათ მე ნაკლები ყურადღება ჭირდება და ცხოველს რომელიც სახში ყავს, ამ შემთხვევაში ძაღლს გულისხმობ, ბავშვი არა მუდმივად და ასე ირნო უნდა ავარჯიშო. მე გული მიკვდება ხომ ვხედავ მოყავს ვიღაცას ძაღლი ყავს, ну ალბათ უყვარს ეს ძაღლი, მაგრამ აი გასუქებული მოდის ძლივს მოდის ეს ძაღლი, პატრონიც ალბათ ხშირ შემთხვევაში ეგრეა ხოლმე და ამიტომ ის ვერ ავარჯიშებ და საცოდაობაა ეგ მაგას დიდი პასუხისგებლობაა როცა ყავს სახში ცხოველი, ნებისმიერი ცხოველი. კატები უფრო ადვილია იმ თვალსაზრისით, არ ჭირდება ვარჯიში და წაყვანა სადღაც და გაყვანა და ძაღლი რთულია და უნდა თუ იღებ ამ პასუხისგებლობას, კეთილი უნდა ინებო და ავარჯიშო. მე მინახავს როგორ ავარჯიშებენ ძაღლებს საქართველოში და ფარგლებს გარესაც. კია, ჩემო კარგო. ძალიან ცოტა მწერალი ვიცი საქართველოში, რომელიც ძაღლის შესახებ დავშეთ რაღაცა ნაწარმოებში წერს. აი ნოდარ დუმბაძეს აქვს ძალიან კარგი მოთხრობა. და ეხა თქვენს მოთხრობაში ვნახე ეს ძალიან დიდი სიყვარული და დამოკიდებულება, კეთილი, რაც ვიგრძენი. აი რა იყო ინსპირაცია? ეს მოთხრობა თქვენ დაწერილი გაქვთ 2011 წელს პაკისტანში. იქ პაკისტანელი ცუგები გაიცანით თუ როგორ მოხდა? არა, იცი რა, ეხლა რატომ მომინდა დაწერა ზუსტად ვერ ვამბობ, მაგრამ უფრო იმიტომ რომ პაკისტანში ძალიან ცუდად ეპყრობიან ძაღლებს. საერთოდ მუსულმანურ სამყაროში ყველგან ცუდად ეპყრობიან ძაღლებს. კატები უყვართ, კატები ეფერებიან, ყველა სახში ყავს კატა, მაგრამ ძაღლები არ უყვართ. უფრო მეცაც ვიტყვი, კი არ უყვართ კი არა, ძულთ ბზოქს. ხო და ეს პაკისტანში ამას მე ვხედავ, არაერთხელ ვარ ნავყოფი და ბევრჯერ მინახავს ასეთი დამოკიდებულება. მე მაგ დამოკიდებულებას ახლა 225 მილიონი არიან, როგორ შეუცვლი ხო ქვეყანას, მე კი არა, ნუ ვერავინ შეუცვლის. ეს რელიგიიდან გამომდინარეც არის, რომ ამბობენ რომ ნუ მუჰამედს უყვარდა კატა, ყავდა ხელში სულ კატა და ნუ კატა გავიგე, მაგრამ ახლა ის ხო არ ამბობს რომ ძაღლს წიხლი მიართვით რა გინდა. ну ამიტომ აი არ ვიცი რატო ექცევიან ესე. იქ მომინდა ამის დაწერა და ეხლა დიდი ხანი გავიდა მას მერე და ეხლა ზუსტად ესე ვერ ვიხსენებ რომ ეხლა იქ ნახე რაღაცა ძაღლთან ზოგადად ჩემი დამოკიდებულება ქუჩის ძაღლების მიმართ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ დამოუკიდებელი ტიპები არიან, თავისთვის ცხოვრობენ, მიდიან, მოდიან ერთი უბნიდან მეორეში, არავინ არ არის მაგათ ზედამხედველი არ აყავთ, საკვებს თვითონ პოულობენ, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ნაგავს. პროფესიონალები არიან, როგორ იცავენ იმ ქუჩას ტერიტორიას? ტერიტორიას იცავენ, ღამე ახლა ჩვენ ჩიხია ჩვენი ქუჩა და პატარა სახლიც აქვს იქ და ცხოვრობს ძაღლი, ხან ცხოვრობს, ხან არა, ხან მოკლედ მიდის სადღაცას, მერე მოვა. ხო და რა მინდა თქვა რომ ხო იცავენ ღამე მაგალითად მესმის ხომე ყეფა. ძალიან გვიან 3-ზე 4-ზე ხა ვიღაცა გაიარა ამ რაღაცა მოხდა მოკლედ იცავს იქაურობას და ეს სხვათაშორის მიზერია მოთხრობაში მაგ ესეთ. ეს მოთხრობა ცოტა რა თქმა უნდა იუმორი გაურიე რომ თლათის არ იყოს დამზაფრელი რა ქვია და
თუმცა არის შემთხვევები, მე არ შემიძლია მაგას ვერ უყურებ ეგეთ რამეს რა. ძალიან უხეშად შეიძლება ჩავერიო კიდევაც, რომ ხედავ რომ ცხოველს ვიღაცა ცუდად ექცევა. არ აქვს მნიშვნელობა რა ცხოველს. დაღლები კიდე განსაკუთრებულად მიყვარს, არ ვიცი რა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ, ნამყოფი მოგზაურობთ მუდმივად. აი ჩვენს არხზე თქვენი გადაცემაც გადის და ვიცი რომ უამრავი მაყურებელი გყავთ და მადლიერი ტელემაყურებლების მხრიდან მუდმივად იღებთ კომპლიმენტებს და მე მაინტერესებს აი ძაღლების ქუჩის ცხოველების მხრივ ამ მიმართულებით და უშე ცხოველებთან დამოკიდებულება ურთიერთობა აი რა შთაბეჭდილებას გაგვიზიარებთ აი თქვა დადებითი მე გეტყვით ეხა ერთი თავარი ქვეყანა რომელიც საოცარი არის ძაღლების მიმართ და საერთოდ ცხოველების მიმართ ეს არის ნეპალი ნეპალში ცხოვრობენ ინდუისტებიც, ცხოვრობენ ბუდისტებიც, მაგრამ რატომ არის განსაკუთრებული? ერთი ძალიან რბილი ხალხია, არააგრესიული, რელიგიაც რბილი აქვს საკმაოდ, მაგრამ ყველაზე ძალიან თვალშისაცემი არის მათი დღესასწაული ძაღლის დღე. ძაღლები მორთულ მოკაზმულებია, ზაფრანის გვირგვინები არის, ეს პატივის ცემის ნიშნად, მაგალითად, როცა მთიდან ჩამოვდივართ, პატივის ცემის ნიშნად ამ გვირგვინებს კიდებენ ხოლმე კისერზე. სტუმარი რო ჩამოდის აეროპორტში სადღაც ხვდებიან ამ გვირგვინებს კიდებენ და აი ამ გვირგვინებს კიდებენ ძაღლებს და დიდი პატივისცემა, მოკლედ ეს დღესასწაულია მთელ ქვეყნის მასშტაბით ძაღლის დღე არის სერიოზული ესეთი კარგი დღესასწაული ნეპალში. ამიტომ ხო ეს ნეპალი ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. მე იქ არ მინახავს რომ ვიღაცამ ძაღლს რაღაცა დაუშავოს რა ვიცი არ მახსოვს ასეთი რამ და ალბათ არ ხდება იმიტომ რომ ეგ კი არა თუ წაუკითხავს მაყურებელს ესეთი ნაწარმოებია 7 წელი ტიბეტში ფილმიც არის არსებობს. ორი გერმანელი მთასვლელი, რომლებიც ერთი ინჟინერიც იყო, ამავდროულად მოხვდნენ ტიბეტში, ამ დროს იქ გერმანიაში რეჟიმია ჰიტლერის და მოკლედ ფაქტიურად ტყვეთ იყვნენ თავიდან და მე დალაილამასთან დაახლოვდნენ და მოკლედ თხოვა დალაილამამ რომ გაიყვანეს არხის გაყვანა. დავით ანჯიოვის წერს ის გერმანელი მთასვლელი, რომელიც ინჟინერიც იყო. იმიტომ რომ აი რო თხრიდნენ მუშები ტიბეტელები პატარა ჭიას დაინახავდნენ გაჩერდებოდა მუშაობა ამოიყვანდნენ წაიყვანენ სადღაც დასვავდნენ და ხო აი ესე უხილდებოდნენ სიცოცხლეს ცოცხალ არსებას არ კლავენ ეხლა თანდათან ალბათ იცვლება რაღაცები ნუ შედარება არ არის სხვა ხალხთან მიმართებაში ეხლა რაც ნახემენ ნეპალში სხვათა შორის ეგ ძაღლის დღე ეს არ არის ტიბეტური დღესასწაული, ეს არის ნეპალელების იმ ხალხის, რომლებიც ინდუიზმის მიმდევრები არიან. და საინტერესო. ნეპალში არ ვარ ნაყოფი და მაპატე ჩაგეკითხებით. ქუჩაში ცხოვრობენ? ქუჩაში ცხოვრობენ, რა თქმა უნდა. ქუჩის ძაღლებზეა ლაპარაკი. ხო, მე ძალიან მიყვარს ქუჩის ძაღლები კიდე იმიტომ, რომ არ აყავს პატრონი რა მოკლედ და არის თავისთვის და რაღაცნაირად დამოუკიდებელი კაცი იქ ამბობ ჩემ პერსონაჟი ქუჩის ძაღლი რომ აი ეს შამპუნით დაბანილები გამოვლენ დასვრიან ქუჩას და გარბიან ისევ პარკეტზე და არ მოწონს ეგ მოკლედ იმ ქუჩის ძაღლს ხო და ეგ არც არავის არ მოწონს ალბათ პატრონების ბრალია როცა დასვრილია ქუჩა და რა თქმა უნდა არ უვლიან თავის ასე ვთქვათ ცხოველის ნამოქმედარს იქ მაგრამ ნუ არ ვიცი მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ქუჩაში ცხოვრები ადამიანების მიმართაც და ნუ ძაღლები ხო თავისთავად ძალიან იმიტომ რომ ნუ რაღაცა პიროვნებები არიან რა მოკლედ
რომ ჩამოდიან აქ უცხოელი ტურისტები, გაოცებულები დადიან, რომ ეს აღმშვიდი ძაღლები არის. ის ხალხი არის ყველაზე დიდი დამნაშავე ამ საქმეში, რომელმაც აიყვანა ლეკვი, ან სახში ყავს და მე რაღაც მიზეზის გამო აგდებს ქუჩაში. გაცნობიერებული არ აქვთ ადამიანებს, აი როგორც თქვენ თქვით, აიყვანენ. როგორც სათამაშოს ისე თუ უყურებ, მაშინ ჯობია არ აიყვანო რა, არ უნდა ყავდეს. მაგრამ ვიცი რა ადრე ყავდათ, მოდი თუ გაიხსენოთ გვიანვეთ. ხო, სტუდენტი ვიყავი ალბათ პირველი კურსის თუ მეორე კურსის, მოკლედ მახსოვს რომ მეძინა და რაღაც უცებ საბნის ქვეშ რაღაც აფართხალდა და რეჩიმ გვაჩუქეს პატარა მოკლედ ეგრეთ წოდებული მაშინ ესე ეძახდნენ იაპონკა. იაპონკა. ძალიან მიკე, ძალიან ლამაზი ძაღლი იყო, აი ძალიან ლამაზი და პატარა იყო სულ რაღაცა და იმის მერე ყავდა სანამ ცოცხალი იყო ჩვენთან იყო სულ და მოკლედ მე გადაჭრა, მაგრამ მე ბავშვობაში სულ მინდოდა ორი რამე. დიდი ძაღლი რომელიც ერთად ვივლედი და მოკლედ ჩემ მეგობარი ჩმოდა და თოფი. ნუ ახლა თოფს ვინ მომცემდა? ბავშვს ხო და კისტის ეგრეთ წოდებულ კისტის თოფზეც აი თოფი რატომ გინდოდა? რა ვიცი, აი რაღაცა რა და ქუჩაში რომ ქუჩაში თუ ტყეში რომ მიდიხარ, თოფი ატრიბუტია. ძაღლი და თოფი მოკლედ ვიღაცა ხარ, ტიპი ხარ მოკლედ ტყეში სადღაც ბუნებაში. გამოჩნდნენ ახალგაზრდები სხვათა შორის, რომლებიც სხვადასხვა უბნებში პატრონობენ ძაღლებს. არა მარტო ახალგაზრდები, ახლა მაგალითად ჩვენ უბანში შვენიერი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან კაი ხალხი არიან, ბავშვი წყავთ. აი ქვემოთ მოკლედ მოაწყეს ადგილი და სადაც აჭმევენ მუდმივად კატებს. კატები შვენივრად გზნობენ თავს. ზუბალაშვილებზე ცოტა ქვემოთაც ერთი მოხუცი კალბატონია, რომელიც ასევე ძალიან უულისა. ასეთი ადამიანები ბევრი გაჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიური შესაძლებლობა აი იმ ქალბატონს მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი რა ქვია, შეძლებულად არ ცხოვრობს, მაგრამ აი როგორ ცხოვრობს, იქიდან ახერხებს, რომ მოუაროს და მიხედოს იმ ქუჩის კატებს. ძაღლებსაც სულიან. მოკლედ და რა ვიცი, ეს მე თუ მკითხავ, ეს უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, ბევრად არ ვიცი, ახლა რაღაც ეხლანდელი პროგრამები მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ასწავლიან რაღაცას, ეს პრაქტიკაშიც უნდა იყოს, უნდა ოჯახშიც უნდა ასწავლონ, რომ ცხოველია და არ უნდა დაჩაგრო და რაღაც არ დაუშავო და არსებობს კიდევ მიზანმიმართული აგრესია ცხოველის მიმართ და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს უნდა ისჯებოდეს, კანონი ამას იცავს, მაგრამ რამდენად ყურადღება ექცევა ამ კანონის მერე აღსრულებას, აი ეს სხვა საკითხია და ამას უნდა ყურადღების მიქცევა და საერთოდ ოჯახში უნდა ასწავლო ბავშვს, რომ არ უნდა ერჩოდეს ცხოველს. ეს არის 2-4, მე მგონი დღეს ცივილიზებულ სამყაროში ესეა და პრეცედენტი შეიძლება. მაინც პაკისტანს ნუ ავიღებთ მაგალითად, სადაც სუდათ ექცევიან. გია, ჩემო კარგო, აი წეგან ძალადობაზე და ჩაგვრაზეც ვისაუბრეთ. და აი რომ გქონდეთ საშუალება დავუშვათ მიმართოთ იმ ადამიანს, ვინც ანალოგიური რამ ჩაიდინა. აი რას ეტყოდით? ესეთი ხალხი არიან ყველაფრის ღირსები. ნუ რას გიშოვებს ახლა ის ძაღლი? როცა შენი ნებით აბსოლუტურად სწორ ადგილას არავინ თავს არ გესხმის და არავინ არ გიშოვებს და შენ უშავებ პირიქით, აი ესეთი ადამიანები დასაჯელები არიან. და მოძალადე ხარ ფაქტობრივად და საზოგადოებისთვის საშიში. ესეთი ადამიანები სახშიც მოძალადეები არიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ცხოველი, ვისაც არ უყვარს და ვერ იტანს და პირიქით აგრესია უჩნდება მის მიმართ, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იმას ძალიან ის კარგად ექცევა თავის ოჯახის წევრებს, ან სხვა ვინმე ადამიანს. ესე მგონია და ამიტომ ბავშვები, რომლებიც ცხოველთან ერთად იზრდებიან, ისინი ბევრად უფრო კეთილები არიან, ბევრად უფრო გულისხმიერები არიან. ეს სტატისტიკა არის, ეს ჩემი მოგონილი არ არის, მთელი მსოფლიო ამას აღაღადებს, რომ ბავშვები, რომლებიც ცხოველთან ერთად იზრდებიან, უკეთესები გამოდიან, უკეთესები და უფრო რბილი ხასიათის, უფრო ნაკლებად აგრესიულები, ვიდრე ისინი, ვინც არ იზრდებიან ცხოველთან. კი, და ნამდვილად ყალიბდებიან ძალიან კარგ ადამიანებად. ძალიან დიდი მადლობა მოგეკითხეთ ამ დამოკიდებულებისთვის, სტუმრობისთვის. აი ამ საოცარი ძალიან საინტერესო და იუმორით ახსავსე მოთხრობა, რომელიც წავიკითხე, ძალიან მოვიხიბლე და უამრავი წარმატება მინდა გისურვოთ. მადლობა თქვენც ასევე ამ გადაცემას, იმიტომ რომ კაი საქმეა ეს ძალიან და რაც მეტი ადამიანი ნახავს ამ გადაცემებს, მით უფრო ამ მიმართულებით გამოკეთდება მდგომარეობა. დღეს კი მე ამით დაგემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.